მანამ კი სახალხო დამცველი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძეს შეხვდა მხარეებს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა 2 საათს გაგრძელდა. არჩილ ხაბაძის განცხადებით შეხვედრის დროს რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრეს მათ შორის რელიგიურ საკითხებზეც. სახალხო დამცველი რეგიონის მთავრობას ქობულეთში მუსლიმანური სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროულ გამოძიებას თხოვს. უჩანანუაშვილი მიიჩნევს, რომ გამოძიება გაჭიანურდა. სახალხო დამცველი რეგიონის მთავრობას მოლაპარაკებების გააქტიურებასაც ურჩევს. შეხვედრაზე ასევე ყოფილი 25 და 53 ბატალიონის ტერიტორიაზე არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრეს. გავიარეთ რეგიონში მიმდინარე პროცესები, განსაკუთრებით შევეხეთ რელიგიის მიმართულებით არსებულ საკითხებს, ქობულეთში არსებულ პრობლემას, ეგრეთ წოდებულს, ასევე მეჩეთის საკითხს და შევეხეთ ეგრეთ წოდებული 25 და 53 ბატალიონების საკითხს. მე ვფიქრობ, რომ იყო ურთიერთგაზიარება პოზიციები, გადაწყვეტილება მიღებული ამ შეხვედრაზე არ იყო მოსაზრებების გაზიარება, იყო ჩვენი პოზიცია მთავრობის ამ შემთხვევაში. მე გავაცანე ბატონო ჩას ამ ეტაპზე არსებული სიტუაცია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. ერთის მხრივ მნიშვნელოვანი არის, რომ გამოძიება დასრულდეს ძალიან მალე და რეალურად მიეცეს სწორი რეაგირება იმ სამწუხარო ინციდენტს, რომელიც მოხდა. და გამოძიება სამწუხაროდ დღემდე გაჭიანურებული არის და ადეკვატური ჩემის აზრით არ არის ის სასჯელი, რომელიც მოხდა მიცდებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი არის, რომ მოლაპარაკების პროცესი უფრო აქტიურად გაგრძელდეს და რეალური შედეგი დადგეს. ასევე ვისაუბრეთ პრევენციაზე, რომ მნიშვნელოვანი არის პრევენცია, რომ მომავალში ავირიდოთ მსგავსი ინციდენტები. ამისათვის არის მნიშვნელოვანი ის, რომ გამოძიება რეალურად დასრულდეს მალე.